მოგესალმებით მეგობრებო. დღეს განვიხილოთ მეშვიდე თავი, აწმყოს ძალა, ეკჰარტ ტოლეს აწმყოს ძალა და მეშვიდე თავზე ვართ გადასული. ჩვენ წინა თავში დავიწყეთ საუბარი შინაგან სხეულზე და ვისაუბრეთ ამაზე. ეხლა აქ აქვს ასეთი ქვესათაური გამოტანილი გაუმჟღავნებელში შეღწევის პორტალები. ანუ გამჟღავნებული, ან ცხადი, რომელიც არის და გაუმჟღავნებელი, რომელიც არ არის ცხადი, ხო? ამაზე აქვს ლაპარაკი, მაგრამ მანამდე აქვს მოცემული სხეულის სიღრმეში შესვლის ტექნიკა და ამ ტექნიკას წაგიკითხავთ, ვეცდები მეც ავხსნა, ძალიან საინტერესოა და თუ დააპრაქტიკებთ, დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ჯერზე თუ არა, მერე აუცილებლად მიიღებთ შედეგებს და მე მგონია, რომ ყველამ უნდა აკეთოს, ეს ძალიან მარტივია, თუმცა დიდ შედეგებს იძლევა და მე თვითონ ამას ვაპრაქტიკებ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ საღამოს თუ არა, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ძალიან ბევრი რამის გაცნობიერებაში, ასევე ჩემს სხეულთან კავშირის დამყარება, რაც მთავარია და სხეულის შეგრძნებებზე დაკვირვება. ეს უმნიშვნელოვანესია, ვისაუბრე უკვე წინა ვიდეოში ამაზე, აღარ გავჩერდები და ეხლა წაგიკითხავთ პრაქტიკას. ეს პრაქტიკა უნდა აქციოთ მედიტაციათო, თვითონ გვეუბნება, მაგრამ მთავარი არის აქ, რომ მოეწყოთ ძალიან მშვიდ გარემოში, ძილის წინ შეგიძლია გააკეთოთ, ისედაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ან თუნდაც აი ბუნებაში, როდესაც იქნებით, ძალიან კარგია, მე მიყვარს ძალიან ბუნებაში გაპრაქტიკება ყველაფრის და თქვენ ხედავთ ალბათ, როგორ ხშირად ვწერ ბუნებიდან ჩემს ხშირად ვარ ზაფხულია და რატომაც არა ხო სარგებლობ ამით და თან მშვენივრად ვწერ ხოლმე ვიდეოებს თქვენთვის. ეს მე თვითონ მსიამოვნებს და ენერგიითაც ბევრად უფრო ენერგეტიკულად ბევრად უკეთესად გრძნობ ხოლმე თავს. ნუ კარგით, ეხლა მე ბევრს აღარ ვისაუბრებ, წაგიკითხავთ ამ მედიტაციას, მოეწყვეთ მშვიდად, უნდა იყოთ მშვიდ გარემოში, არავინ ხელი არ უნდა შეგიშალოთ, მთავარი ეს არის, სწორად დაჯექით, შეგიძლიათ იოგის პოზაშიც დაჯდეთ, თუმცა შეგიძლიათ ჩვეულებრივად სკამზეც დაჯდეთ, ფეხები აუცილებლად უნდა იყოს სტერფები სწორად უნდა იყოს დადებული მიწაზე, კარგი არის ესეთ და თვითონ ყოველთვის მედიტაციების დროს ეცადეთ ხოლმე, რომ სტერფები მყარად გქონდეთ და შეიგრძნოთ ეს სტერფები, როგორ ეხება ნიადაგ, მიწას, ან რა ვიცი, თუ სახლში ხართ იატაკს მაგალითად და მოდუნდით, მერე დახუჭეთ თვალები და რამდენჯერმე გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა. ღრმად შეისუნთქეთ და მე მშვიდად ამოისუნთქეთ. მშვიდი სუნთქვა უნდა იყოს, არ არის დაძაბულობა უნდა მოიხსნას და ამის გამო უნდა განთავისუფლდეთ. სამჯერ მინიმუმ მაინც უნდა გააკეთოთ ეს. რაღაცა ობობა მეცა. არა უშავს ღრმა შესუნთქვა, მაგრამ მშვიდი, წყნარი და ასევე ამ დროს გვეუბნები იგრძნოთ, როგორ უნდა იგრძნოთ, დაკვირვება გააკეთეთ ამ სუნთქვაზე, დამკვირვებელი გახდით თქვენივე სუნთქვის და შეიგრძნობთ, როგორ იკუმშება, მაგალითად შესუნთქვის დროს როგორ გაიბერება მუცელი, მერე ამოსუნთქვის დროს როგორ შეიკუმშება, ყველაფერს, აი ამ ყველაფერს დააკვირდით. ამ დროს თქვენ და მიხვდებით, რომ აწმყოში მოგიწევთ რამოდენიმე წამი გაჩერდით და კვირვება გააკეთეთ ამაზეც, როგორ ხართ აწმყოში, როგორ აკვირდებით თქვენს სუნთქვას და ნუ მე რა თქმა უნდა ფიქრი თავისთავად შემოვა, მაგრამ არც იმ ფიქრს არ შეეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ ფიქრს თუ შეეწინააღმდეგეთ, კიდევ უარესი, უფრო სხვა ფიქრები მოვა და გადახვალთ ბრძოლის რეჟიმში და ეს რა თქმა უნდა არ იქნება კარგი ამ ეგრეთ წოდებული მედიტაციის დროს და ასე რომ შვიდად იყავით, თავისით გაქრება ეს ფიქრი, მერე სხეულის შინაგანი ენერგეტიკული ველი უნდა გააცნობიეროთ. ნუ ფიქრობთ მასზე, უბრალოდ შეიგრძენით. ასეთნაირად თქვენს გონებას გამოგლეჭთ ცნობიერებას. შეგიძლიათ ზემოთ აღნიშნულს, ხო და მე რა გააკეთეთ, ისიც აქ აქვს მოცემული სინათლის ვიზუალიზაცია და მე არ წამიკითხავს ეს. ანუ ნახეთ, შეიგრძენით, როგორ არის განათებული და ან როგორ შემოდის ზემოდან სხივი, როგორ ანათებს თქვენს სხეულს, დააკვირდით აი თითოეულ სხეულის თქვენი სხეულის შინაგანი სხეულის სხვა ადგილებს, სტერფებს, ხელებს, ფეხებს და აი მთლიანად დაინახეთ ეს ყველაფერი, გაანათეთ ამ რაღაცა სასიამოვნო სინათლის სხივით, განათებულია და მე უკვე თანდათანობით ფიქრი გაქრება, როგორც ვთქვი, გონებაც
აღარ იქნება ჩართული და რაღაც მომენტში აღიქვათ, რომ თქვენ ერთიანი ხართ ამ თქვენს შინაგან ენერგეტიკულ ველთან. ანუ კავშირი გაქვთ დამყარებული თქვენს სხეულთან და გაერთიანებულად, ერთიანად გრძნობთ მასთან თავს. როცა შეიგრძნოთ ამ შინაგან სხეულს, როგორც ერთიან ენერგეტიკულ ველს, შეძლებს დაგვარად ყველა ვიზუალური გამოსახულებისგან განთავისუფლდით და ყურადღება მხოლოდ ამ შეგრძნებაზე მიმართეთ. განთავისუფლდით თქვენს გარეგნობაზე არსებული წარმოდგენისგან. თუ ჯერ კიდევ შემოგრჩათ ის, ამის შემდეგ მხოლოდ აწმყოში ყოფნის ყოფიერებისთვის ყოვლის მომცველი შეგრძნებაღა დარჩება. შინაგანი სხეულის უსაზღრობას იგრძნობთ. მერე ყურადღება სხეულის სიღრმეში მიმართეთ და იქ შედით, მასთან გაერთიანდით. ენერგეტიკულ ველს უნდა შეეწყათ. აღარ იარსებებს ის აღქმული გაორება დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის, ანუ თქვენსა და თქვენს სხეულს შორის. განსხვავება შინაგანსა და გარეგანს შორის განილევა. აღარც შინაგანი სხეული იარსებებს სხეულში ჩაღრმავების თქვენ მის ფარგლებს ცდებით. ხო, ანუ უკვე გამოდიხარ გონებიდან აბსოლუტურად და ეს არის რაღაცა ყოფიერება. ანუ როდესაც შერწყმული ხარ შენ შინაგან ველთან, ვეღარ იმას აღარც დამკვირვებელი აღარ ხარ ფაქტიურად, აი დუმარებაში ხარ, მაგრამ ეს დუმარება არ არის, სადაც ყველაფერი გაქრა, ეს არის აი ბედნიერების მომტანი, სიმშვიდის მომტანი და ძალიან კარგი მდგომარეობაა, თუმცა რამოდენიმე წუთიც არა, წამი შეიძლება იყო, ან წუთით შეიძლება გაგრძელდეს. ხო, აი რაღაცა ეხლა გამოვედი ამ აწმყო მდგომარეობიდან ვიგრძენი, აი ნუ ვკითხულობდი და მთელი გულით ჩართული ვიყავი გიყვებით, უცებ ჩაირთო ხმები გარემოში, ჩემს გარემოში. გესმით ალბათ ხო ხმები, იმედია გესმით, აქ რაღაცა ფრინველები, მწერები და ჩიტები რო ჭიკჭიკებენ, ისიც ისმის, ფოთლების შრიალი და უცებ ამომაგდო აწმყოს მომენტიდან და როდესაც ჩვენ ხო ვისაუბრეთ იმაზე, როდესაც იგრძნობთ რომ აღარ ხარ იმ წელში, იმ წამში, რასაც აკეთებ, ანუ აწმყოში, ესეც ერთგვარი გაცნობიერებაა და მე ამისი მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა. ესეც სასიამოვნოა აქ ყოფნა და თქვენთვის ამ ვიდეოს ჩაწერა ჩემთვის. ხო, შემდეგ ნახეთ რა არის ასეთი თავია, ცის წყარო. ანუ ცი იცით ალბათ რაც არის, ხო? ეს უნივერსალური სასიცოცხლო ენერგიებია და აქ ახლა ასეთი შეკითხვაა დასმული. რა არის ეს გაუმჟღავნებელი? გამჟღავნებულზე და გაუმჟღავნებელზე გადავიდეთ. მანამ სანამ ამ ცის წყაროზე გადავალ, წაგიკითხავთ ამასაც. ამ უფორმო სამყაროსთან კონტაქტი, ანუ უფორმო სამყაროსთან, წეღარაზეც ვისაუბრეთ, ხო? ეს არის უფორმო სამყარო და მასთანაა გვაქვს უკვე. ანუ უფორმო სამყარო რა, გავდივართ, ხო? ამ გონების მიღა, გონება აძლევს ყველაფერს ფორმას და სახელებს და როდესაც გონების მიღება ხარ გასული, უკვე უფორმო სამყაროში ხარ. ამ უფორმო სამყაროსთან კონტაქტი ჭეშმარიტი თავისუფლების განცდას ბადებს. ის განთავისუფლებთ ფორმების და მასთან გაიგივების მარწუხებისაგან, ეს არის სიცოცხლე მისი ერთგვაროვანი ფორმით, ისეთით, როგორიც ის მრავალ სახეობად დანაწევრებამდე იყო. ხო, ნუ გონებამ დაანაწევრა მერე ყველაფერი და ფორმა მისცა, სახელები დაარქვა, ანუ იდენტიფიკაციები გააკეთა, ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული და ეს ამას შეიძლება უწოდოთ გაუმჟღავნებელი. რომ მე საუბრობს ამ გაუმჟღავნებელზე და გამჟღავნებელზე და ეს როდესაც უკვე გონებისგან თავისუფალი ხარ. აი ეს არის გაუმჟღავნებელი მდგომარეობა. ამ აწმყოში ყოფნისას სინათლისთვის ამ წყაროდან მომავალი წმინდა გონიერებისათვის გამჭირვალე ხდებით. ხვდებით, რომ ეს სინათლე არ არის მისგან ცალკე მყოფი, ვინც თქვენ ხართ და რომ ის თქვენი არსია. ის განუყოფელია თქვენგან. თქვენ თვითონ ხართ ეს სინათლე. ხო და აი აქ არის ესეთი შეკითხვა, რომ ეს რა არის ეს გაუმჟღავნებელი, ეს ხო არ არის ცის რომ ეძახიანო. არა, ეს ის არ არისო, ავტორი ამბობს, ეს კიდე უფრო მაღალი მდგომარეობა, კიდე უფრო შემდეგი საფეხურია, ანუ ცი ხო არის ეს ჩვენი სასიცოცხლო ენერგიები და აქედანაც უნდა გავიდე, მე წავიკითხავ ამას. გაუმჟღავნებელი არ არის ცის წყარო. ცი სხეულის შინაგანი ენერგეტიკული ველია, მაგრამ ეს არის ხიდი თქვენს გარეგანსა და აი ამ გაუმჟღავნებელს შორის. ანუ გაუმჟღავნებელი იგივე წყარო, ხო?
წყარო დაარქვა. ანუ ცხადსა და ცხადი გამჟღავნებული ფორმები, რასაც ხედავთ და გაუმჟღავნებელს შორის გარდამავალი ხიდი არის ცი. ანუ ჩვენი უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ავტორი გვეუბნება და სიდაც ეს ენერგიები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს ამას ზოგჯერ კოსმიურ ენერგიებსაც უწოდებთ, ეს არის სასიცოცხლო ენერგიები, მე თუ მკითხავთ. ანუ ნახეთ, საკვები, ეს არის ენერგია, როდესაც ადამიანებმა აუცილებლად უნდა იკვებოს, აუცილებლად ფიზიკური ვარჯიშიც, სიარულიც, ესაც აუცილებელია, თუ არა და ამის გარეშე, ფიზიკური აქტივობის გარეშე ძლებს ადამიანი და რამოდენიმე წელით ცოცხლობს. ახლა თქვენ ვიცით, რომ ადამიანები არიან ლოგინზე მიჯაჭვურები და მე და კარგი ეს წერები მომივიდათ, ან უნდა გაჩვენოთ. არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ სასწაულია ბუნებაში ჩაწერა. ანუ ნახეთ, ესე იგი, ეს ენერგია არის აუცილებელი. სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი, რატომ ახლა ადამიანი, რომელიც არ იღებს აი ამ ენერგიებს, მე ჩემი სიტყვებით რო ვთქვა, ძალიან მალე, ჯერ ისედაც ძალიან მალე ასრულებს ცხოვრებას. ესეთი ადამიანი, რომელიც არ იღებს ხეებისგან, ბუნებისგან, ამ ენერგეტიკას, აი ესეთი ადგილებში სიარული, ძალისმიერ ადგილებში, ღვთაებრივ ადგილებსაც დადებითი ენერგიებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ჭამა ხო არ არის, ანუ შეჭამო და სახლში იყო გამოკეტილი 4 დღეს. ანუ აღარ აქვს ის ძალა, ის ენერგია, აღარ გიხარია, რაღაცა გწყინს. ნუ არ ვიცი, ხა შეიძლება ამას მე უფრო კარგად გავმარტავთ. ანუ ნახეთ რა ხდება, ცის ენერგია ეს არის გამჟღავნებული და ეს გაუმჟღავნებელი, ანუ გამჟღავნებელსა და გაუმჟღავნებელს შორის ხიდი ეს ენერგია. მაგრამ ჩვენ უკვე, როდესაც გაცნობიერებულ მდგომარეობაში ვართ და უკვე გაუმჟღავნებელ ენერგიებში ვართ, აი მაშინ აქ უკვე ეს როგორ არის იცით, გავცდებით უკვე ესე იგი ამ ცის და შინაგანი სხეულის ფარგლებს და მივდივართ გაუმჟღავნებელისკენ, ეს კიდევ ერთი უფრო მაღალი საფეხურიაო გვეუბნება, ნუ ამაზე პრინციპში ვილაპარაკე. თუ ყურადღებას თქვენ სიღრმისეულ სხეულს მიაპყრობთ, შეიძლება იმ წერტილს, იმ განსაკუთრებულ წერტილს მიაღწიოთ, სადაც სამყარო გაუმჟღავნებელს უზავდება. ანუ არაცხადს, ცის ენერგიის ნაკადის ფორმას იძენს და ამ სამყაროდ იქცევა. ეს დაბადებისა და სიკვდილის შეხვედრის წერტილია, საოცარია ეს. მაშინ, როცა ცნობიერი გარეთაა მიმართული, ჩნდება გონება და გარე სამყარო. როცა ცნობიერი შიგნით არის მიმართული, მაშინ გონება თავის წყაროს აცნობიერებს და შინ გაუმჟღავნებელთან ბრუნდება. მერე კი, როცა ცნობიერი გამჟღავნებულ სამყაროს უბრუნდება, კვლავ იმ ფორმის ინეტობას იძენთ, რომელზეც დროებით უარი თქვით. გააქვთ სახელი, წარსული, კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაცია, მომავალი, მაგრამ ერთი მთავარი კუთხით თქვენ ის აღარ ხართ, რაც მანამდე იყავით. თქვენ საკუთარ თავში იმ რეალობას მოჰყარით თვალი, რომელიც სამყაროსეული არ არის, თუმცა არც მისგან განცალკევებულია, ისევე როგორც არ არის განცალკევებული თქვენგან. ეხლა მოვიდნენ აქ ჩემს გვერდით დასხდნენ, ყურადღებას გამიფანტავენ, რა თქმა უნდა, თან პატარა ძაღლი წყავთ, ისეთი როგორიც მე მყავს და მე რომ მორჩები კითხვას შემიძლია განახოთ. საინტერესო. ანუ ყველაფერი ხდება ისე, რომ არ ჩავწერო დღეს ვიდეო, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს მაინც ჩავწერ ამ ვიდეოს და ავტვირთავ კიდევაც YouTube-ზე. ეხლა ნახეთ რა ხდება. ნუ გეგონებათ, რომ გაუმჟღავნებელი გამჟღავნებულისგან, ანუ არაცხადი ცხადისგან განცალკევებით არსებობს. ეს შეუძლებელია. ეს არის ყველა ფორმაში არსებული სიცოცხლე, ყოველივე არსებულის შინაგანი არსი. მისით მთელი სამყაროა გაჟღენთილი. თუ რას ვგულისხმობ, ამას ახლავე აგიხსნით. ეხლა ეს ნახეთ რას ადარებს გაუმჟღავნებელს, არაცხად მდგომარეობას ადარებს ძილს, რომელიც ყველა ჩვენგანს ყოველღამე გვაქვს და სიზმრის გარეშე.
ეს არის გაუმჟღავნებელ მდგომარეობაში ყოფნა. იმიტომ რომ იქ აღარ არის ფორმები, მაგრამ ასეთი ძილში ადამიანი ვერ შევა გაცნობიერებულ მდგომარეობაში, ანუ არ ხდება გაცნობიერება ასეთ მდგომარეობაში. და როდესაც სიზმრით არის ძილი, ანუ სიზმრისეული ძილია, მაგ დროს შესაძლებელია ჩემი აზრით გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნა. იმიტომ რომ ამაზე პრაქტიკებიც არსებობს, სავარჯიშოებიც კეთდება და მე პირადად ამი პრაქტიკებია და სიზმარიც კი გამიცნობიერებია. ანუ სიზმარში რაღაცა ისე რომ მიდის, მე მიგრძნია რომ ეს არ არის და ძალიან ბევრს არა მხოლოდ მე თუ გავაკეთე ეს ხა ჩვეულებრივ ადამიანს ყველას ნებისმიერ შეუძლია გააკეთოს, ხო? ანუ ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სიზმარის გაკონტროლებაც კი შესაძლებელია, აკონტროლება ერთი სიტყვით ამ სიზმარს. ანუ ცნობიერ მდგომარეობაში იმყოფები. ხო, შემდეგი კიდე რაზეა აქ საუბარი, სხვა პორტალებიც არსებობს ამ გაუმჟღავნებელში შესვლისო, ანუ ეს ერთ-ერთი პორტალი, რომელიც თქვი მედიტაციის ეს ვისაუბრე, მე გაუცნობიერებელი უსიზმრო სიზმრების დროსაც შედიხარ ამ გაუმჟღავნებელში და სხვა პორტალებიც არსებობს, გვეუბნება, ეს არის მთავარი პორტალი ეს ყოველთვის, რა თქმა უნდა, ხარა იქნება, გამოიცანით ალბათ აწმყოში ყოფნა და ეს ყველა სხვა პორტალის არსებითი მხარეა, მათ შორის შინაგანი სხეულისაც, შინაგან სხეულში ყოფნას ისე ვერ შეძლებთ თუ აწმყოში ინტენსიურად არ ხართ. ანუ ვერ შეძლებთ ამ პორტალში შესვლასო. დროსა და გამჟღავნებელს, ანუ ცხადს შორის, სადაც ახლა საუბრობთ, ისეთივე მჭიდრო კავშირია, როგორიც დროს მიღმიერ აწმყოსა და გაუმჟღავნებელს შორის. როდესაც აწმყოს მომენტის ინტენსიური გაცნობიერებით ფსიქოლოგიურ დროს თავს დააღწევთ, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, ფსიქოლოგიურ დროზე. მაშინ არაცხადის, ანუ გაუმჟღავნებლის გაცნობიერებას შეძლებთ. როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. პირდაპირ მას თქვენი შეცნობილი არსებობის ნათებისა და ძალის სახით შეიგრძნობთ, არა მისი შინაარსის, არამედ უბრალოდ აწმყოში არსებობის სახით. ირიბად კი არაცხადი შეგრძნებებით შეიცნობთ. ანუ ყველა ქმნილებაში, ყვავილსა თუ ქვაში ღვთაებრივ არსს იგრძნობთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც არის, წმინდაა. ამიტომაც ამბობს იესო თომას სახარებაში: გააპეხე, მე იქ ვიქნები, აიღე ქვა და შენ მის ქვეშ მიპოვი მეს. ეხლა თუმცა თომას სახარება დარწმუნებული ვარ, ბევრს არ გვექნება ეხლა წაკითხული, არ არის ხო ეს. მე ბევრს შეიძლება გქონდეს პირიქით და პირიქით რაღაც ნაწილს არ გქონდეს. ნუ აი იქიდან აქვს ციტატა მოყვანილი. აი ასე ჩემოკარგებო, კიდე აქ არის ძალიან ნახეთ კიდე რას ერთ-ერთი პორტალი არის დანებებაცო, გვეუბნება, ანუ დანებება გაუმჟღავნებელში არაცხადის მდგომარეობაში შესვლის ერთ-ერთი პორტალი, შეიძლება დანებებაც გახდეს. დანებებას ავხსნი ახლა რას ნიშნავს? დანებება არსებულისადმი გონებრივ ემოციური წინააღმდეგობის მდგომარეობიდან თავის დაღწევას ნიშნავს. მე მგონი გასაგებად ამბობს, ანუ კიდე რა მინდა წავიკითხო. მიზეზი მარტივია, შინაგანი წინააღმდეგობა სხვა ადამიანებისაგან, საკუთარი თავისაგან, გარე სამყაროსგან განცალკევებით. ის განამტკიცებს განცალკევების შეგრძნებას, რომელსაც ეგო ეფუძნება და რომელიც მას გადასარჩენად სჭირდება. რაც უფრო ძლიერია განცალკევების შეგრძნება, მით მეტად უკავშირდებით აი ამ ცხადს, გამჟღავნებულს. ცალკეული ფორმების სამყაროს, რაც მეტად ეტმასნებით ფორმების სამყაროს, უფრო ხისტი და შეუღწევადი ხდება საკუთარი თავის ფორმასთან გაიგივება. ხო, ეს იცით უკვე, ხო, ესე ფორმებზე ბევრი ვილაპარაკეთ. პორტალი იხურება და შინაგან სიღრმისეულ განზომილებას წყდებით. დანებებისას კი ფორმითი იდენტობა რბილდება და გამჭვირვალე ხდება. მასში გაუმჟღავნებლის სხივი აღწევს. თავად უნდა გადაწყვიტოთ, გახსნათ თუ არა თქვენი ცხოვრების პორტალი და მისცემთ თუ არა თქვენს ცნობიერს გაუმჟღავნებელში, ანუ არაცხადში შეღწევის საშუალებას. დაუკავშირდით შინაგანი სხეულის ენერგეტიკულ ველს, ესე იგი, უკვე ჩამოთვლილი აქვს ენერგეტიკულ ველს დაუკავშირდით ამ მედიტაციით, ვარჯიშით, რომელიც გვასწავლა. შემდეგ ეს არის ინტენსიურად აწმყოში უნდა იმყოფებოდეთ. მუდმივად არა, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა გააცნობიერებთ და დაიჭერთ, რომ არ ხართ აწმყოში, აი მაშინ შეგიძლიათ
დააკეთოთ კონცენტრაცია აწმყოზე. თავს გონებასთან ნუ გაიგივებთ, ანუ გონებასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ნურც ფიქრებთან, ნურც აზრებთან, ნურც ემოციებთან და ამ პორტალს გამოყენებას შეძლებთ. ეს უკვე თქვენს ხელთ იქნება, გვეუბნება. ახლა ნახეთ, რას გვეუბნება. ხო, ეს კითხვა ესეთი, რომ ერთ-ერთი პორტალი არისო სიყვარულიცო, მაგრამ ეს იძახის, რომ არაო. არ არის ასეო, როგორც კი რომელიმე პორტალი გაიღება, სიყვარული თქვენში ერთიანობის გრძნობა რეალიზაციის გასახით იარსებებს. ანუ მე უკვე ვეღარ ვერც სიყვარულს, ვერც ადლიერებას, ვერც რაღაც სხვა ემოციებს აღარ არის უკვე ემოციები და შეგრძნებები, უკვე ერთიანი ხარ, მთლიან ველში, სამყაროს ველში ხარ ერთიანი. ეხლა სიჩუმე, მათ გარდა რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, სხვა პორტალებიც ხომ არსებობსო, ესეთი შეკითხვა, დიახ არსებობს, გაუმჟღავნებელი გამჟღავნებულისაგან განცალკევებით არ არსებობს. ის მთელ სამყაროშია, მაგრამ იმდენად კარგადაა შენიღბული, რომ უყურადღებოდ გრჩება. თუ იცით, საით გაიხედოთ და სად ეძებოთ, მას ყველგან იპოვეთ. რომელიმე ერთი პორტალი ნებისმიერ დროს შეიძლება გაიღოს. გესმით ახლა საიდან, სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა, ან მიმავალი მანქანის ხმა, ყური კარგად დაუგდეთ, მასში გაუმჟღავნებელის ყოფნას გრძნობთ. ვერა, რა თქმა უნდა. იმ სიჩუმეში ეძიეთ, საიდანაც მოდის და ბრუნდება. სიჩუმეს ბგერებზე მეტი ყურადღება მიაქციეთ. ანუ როგორც წეღან მიაუღნიშნე და ეხლა სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ამ ჩიტების ჭიკჭიკმა რომ ამომაგდო უცბად, აი აქედან. მაგალითად ეხლა აგერ ჩემ წინ ჩამოსხდნენ, საუბრობენ სპეციალურად მოვიდნენ ამა და პატარა ცუგოც მოიყვანეს და აცებინებს ცუგო და ესეც რამოდენიმე წამი და შეიძლება წუთიც კი ისე ვიყავი ჩაფლული რომ ამ აწმყოში რომ ვერ შევამჩნიე და არ მაწუხებდა, მაგრამ მე უცებ გამომაფხიზლა და ყურადღება იქით გადავიტანე. თქვენ აი ამას იმიტომ გიყვებით რომ ეს შესაძლებელია და ეს გაცნობიერება აი რაღაცა საოცარად მე ჩემთვის ძალიან კარგია. თუმცა მოусმინე რაღაცა ამ წიგნის განხილვა, სხვა ფილოსოფოსის განხილვაც მოვისმინე, სხვა ადამიანების და სხვადასხვანაირად განიხილავენ. რამოდენიმე ვერსია იყო, რომელსაც ნამდვილად არ დავეთანხმე, მე ჩემეული ვერსიით გთავაზობთ ახლა ამ განხილვას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანმა ერთნაირად უნდა გაიგოს ყველაფერი, რასაც ნებისმიერ წიგნში შეგიძლია სხვადასხვა ინტერპრეტაცია გააკეთო. სხვა ადამიანმა ყველას თავისებური აღქმა აქვს. ხო, გავაგრძელოთ მაშინ ახლა ჩვენ სივრცეზე აქ უკვე საუბარი. და მე არის სივრცე და დროის ჭეშმარიტ ბუნებაზე ლაპარაკი. მოდი, რა ვქნათ იცით, ეხლა დავასრულებ მე ამას, იმიტომ რომ რეალურად ხმაურ შეიძლება თქვენ გაწუხებდეთ, მე თუ არა, ყოველ შემთხვევაში თქვენ შემოვიდეს და შემდეგში ისე დაუბრუნდები მეექვსე თავს. ან და ცალკე ავტვირთავ. დაგებშდობებით ეხლა და აბა თქვენ იცით, წარმატებული დღე მომავალ შეხვედრამდე.